Სამობით ბატონო კახი თქვენ მოისმინეთ ორივე მხარის პოზიციები და მე დაგისვამთ ისევ იმ შეკითხვას რომელიც უკვე დღეს რამდენჯერმე დავსვი. Რამდენად სჭირდება საქართველოს ხუდონჰესი? საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ექსპორტზე ისედაც გადის, მაშინ რატომ არის ასეთი აუცილებელი ახალი ჰესის აშენება? დიახ, მოგესალმებით. პირველ რიგში მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს, თქვენს სტუმრებს. რაც შეეხება ხუდონის ჰიდროელექტროსადგურს, მოგახსენებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და სტრატეგიულია, ასე ვიტყოდი, ჩვენი ქვეყნისთვის ამ პროექტის განხორციელება. ჩვენ ყველანაირად დათვლილი გვაქვს ამ პროექტის მიზანშეწონილობა ენერგეტიკულად, ეკონომიკურად და ნამდვილად ვერ დავეთანხმებოდი ბატონი ჭიპაშვილის იმ განცხადებებს, რაც მე ახლა მოვისმინე. მე არ ვიცი ეს მიზანმიმართულად არის თუ შეიძლება მას არ კონდეს ის ზუსტი ინფორმაციები თუ რასარგებელი მოაქვს ეკონომიკურად ამ პროექტს, მაგრამ მე შემიძლია მივაწოდო დეტალურად ყველა ეს ინფორმაცია და მე მოკლე განმარტებას გავაკეთებთ უბრალოდ თუ რა მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურად, რა სარგებლის მოტანა შეუძლია. Აი ეს ინფორმაცია ბატონო კახი რომ 7-8% იქნება საერთო გამომუშავების ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში, რომ მხოლოდ 26 მილიონს შემოიტანს წელიწადში. არ არის ეს სიმართლე და ზუსტად მაგას გეტყვით ახლა ყველაფერს თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის. პირველი მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენ გვაქვს დღეს ელექტროენერგიის დეფიციტი ქვეყანაში. განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში გვიხდება ელექტროენერგიის იმპორტირება რუსეთის ფედერაციიდან და ფასი არის 6.5 ცენტი ამერიკული. ანუ ექსპორტი მხოლოდ გარკვეულ სეზონებზე ხორციელდება. ექსპორტი ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, როცა გვაქვს ჭარბი ელექტროენერგია და ამის შესაძლებლობა არის. ხოლო ზამთრის პერიოდში გვაქვს ელექტროენერგიის ნაკლებობა, როდესაც არის პიკური მოხმარებები, ჩვენ ვახორციელებთ ელექტროენერგიის ყიდვას, იმიტომ არ გაგვაჩნია საკმარისი ელექტროენერგია. გავყიდულობთ რუსეთიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ 6.5 ცენტად, რომელიც მაგალითად ჩარშანდელთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი ფასი. და ტენდენცია ყოველწლიურად ელექტროენერგიაზე ფასის ზრდის ფიქსირდება. მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო თუ რასარგებელი მოაქვს ამ პროექტს მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურად. ესე იგი, შემოსავლების სახით ქვეყანა ყოველწლიურად მიიღებს 45 მილიონ ამერიკულ დოლარს, 45 მილიონ ლარს. აქედან 20 მილიონი ლარი რჩება სვანეთის მუნიციპალიტეტში და თქვენ წარმოიდგინეთ ეს რამხელა თანხაა იმისთვის, რომ სვანეთის რეგიონი განვითარდეს ყველანაირად ინფრასტრუქტურულად და 20 მილიონი მხოლოდ ამ რეგიონისთვის. მხოლოდ ამ რეგიონისთვის, დიახ, ასევე ელექტროენერგიის გამომუშავება მარტო ენგურს 50 მილიონით გაიზრდება, იმიტომ რომ ეს ერთ მდინარეზე კეთდება ეს ყველაფერი და დარეგულირებული წყალი მიეწოდება ენგურს და ენგურის მერე უკვე ვარდნილ ხეს. ეს დაზოგავს იმპორტის თანხების სადღაც 50-დან 70 მილიონ ლარამდე. რამხელა შეღავათი მოაქვს. ასევე ჩვენ როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, დავიწყეთ ყველა არსებული დადებული ხელშეკრულებების განხილვა და როდესაც ამ ჰიდროელექტროსადგურის მემორანდუმზე მივედით, შევქმნით ჯგუფი, სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ასევე მწვანე ალტერნატივის წარმომადგენლებიც იყვნენ გაწევრიანებული, სხვადასხვა ექსპერტები იყო ამ ჯგუფში და დავიწყეთ მუშაობა არსებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და იყო შენიშვნები, რომელიც ჩვენ წარუდგინეთ ინვესტორს და ურთიერთშეთანხმების ნიადაგზე მოხდა ამ შენიშვნების გათვალისწინება. და ერთ-ერთი იყო ძირითადი ის, რომ ჩვენ ელექტროენერგიას მივიღებდით არა 3 თვის განმავლობაში, არამედ 4 თვის განმავლობაში მთლიანი გამომუშავების 20%-ს ზამთრის პერიოდში, როდესაც ეს ქვეყანას ჭირდება. დანარჩენ შემთხვევაში მათ აქვს საშუალება იმისა, რომ ელექტროენერგია გაიტანონ და თურქეთში და თურქეთის გავლით ევროპაში ივაჭრონ ელექტროენერგიით. ამით კიდევ დამატებით სახელმწიფოს შემოსავალი შემოვა, იმიტომ რომ გატანილი ელექტროენერგია თურქეთში და ევროპაში გატარებულ ხაზებში მათ აქვს ვალდებულება გადაიხადონ ლარი და 5 ცენტი იმისთვის, რომ ატარებს ელექტროენერგიას არსებულ ხაზებში და ეს არა მარტო ხუდონს ეხება, ნებისმიერ ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და გაიტანს უცხოეთში, ისინი ვალდებული არიან გადაიხადონ ეს საფასური. ბატონ კახი, ამ შემთხვევაში მთლიანად იქნება საქართველოს უზრუნველყოფილი საკუთარი ელექტროენერგიით. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ის დეფიციტი რაც გვექნება, რაც არის ზამთრის პერიოდში, შევსებული იქნება ამ ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით. მე ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ იმის მერე, როდესაც ამოღებული ექნება ინვესტორს მის მიერ ჩადებული ინვესტიციები, ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს იმის უფლება, რომ ეს ჰიდროელექტროსადგური მოვაქციოთ რეგულაციებში და უკვე ჩვენ მივიღებთ ელექტროენერგიას არა 5 და 84 ცენტად, არამედ შესაძლებელი იქნება ეს იყოს 2 თეთრი, ანალოგიური იქნება როგორც ენგური.
ჩვენ ამას კანონმდებლობა გვაძლევს და ეს ამაზე მნიშვნელოვანია ეს რომ იცოდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ თუ რამდენად მნიშვნელობა აქვს ამ პროექტის განხორციელებას. ბატონ კახი, დიახ, დაასრულეთ და გითხავთ. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ არსებობს პრობლემები გარემოს დაცვით. ყველაზე მაგალითად მოსახლეობის მხრივ რაბედია ის მოსახლეობა. ზუსტად მანდ მივიდე. იმიტომ რომ აქ გაჩნდა ეს რომ კომპენსაცია შეიძლება არ მისცენ საერთოდ შეიძლება გადაასახულონ ის რომ რეალურად ისინი ძირითადად დანაკარგის ხარჯზე გადავლენ სხვა ადგილას და ასე შემდეგ. რაბედია ის მოსახლეობა. ყველაზე დიდი პრობლემა ამ პროექტის განხორციელებაში იგივე ჰოლანდიელი ექსპერტები იქნა ხშირად ნახსენები ზუსტად ამ ადამიანებმაც იგივე შენიშვნები მოგცეს რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენ უნდა შევძლოთ, უნდა მოვახერხოთ და ვიძლევით ამის გარანტიას რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ მივიდეთ თითოეულ ამ ადამიანებამდე. ამ ადამიანების ოჯახებამდე აუხსნათ არსებული რეალური სიტუაცია, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათი ინტერესები, ისე რომ სახელმწიფოს ინტერესების დათმობაც არ იქნება. ჩვენ ამის პირობას ვიძლევთ. მე დარწმუნებული ვარ, ისინი უბრალოდ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ გონიათ, რომ სახელმწიფო მათ არ დაელაპარაკებათ, მოატყუებენ, იქ იქნება ხელების გადაგრეხვა, ძალით ამ ადამიანების გაყრა. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ, იმიტომ ძალიან დიდ პატივს ვსვამთ ადგილობრივ მოსახლეობას, სვანეთის რეგიონს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ადამიანების, თითოეული იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესები იქნება გათვალისწინებული. თითოეული ეს ადამიანი რაღაც გარკვეულწილად მაინც დარჩება მემორანდუმში. რა თქმა უნდა, კონკრეტულად არის მითითებული მემორანდუმში, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს სოფლიო ბანკის სტანდარტებით და რეგულაციებით. ეს იქნება ძალიან გამჭვირვალე და ყველასათვის, ასე რომ ვთქვათ, ხელმისაწვდომი იქნება ამ ყველაფერზე ინფორმაცია. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ჩვენ მქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი კომპანიასთან, იქ ძალიან დიდი უკმაყოფილებაა მოსახლეობაში, 1500 გექტარი მიწის, ასე რომ ვთქვათ, გადაცემა მოხდა ინვესტორზე და ამ 1500 გექტარში არის ის მიწები, რომლებითაც მოსახლეობას სარგებლობდა, ეს დარეგისტრირებული არ იყო მასახელზე, მაგრამ ისინი სარგებლობდნენ, დიახ, ისინი სარგებლობდნენ. ჩვენ მივეცით ასე რომ ვთქვათ, წინსვლის ნაბიჯები გადავდგით და მოხდა ურთიერთშეთანხმება კომპანიასთან, რომ ეს მიწები აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს მოსახლეობას, ეს არის ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა, უნდა დაეხმაროს თითოეული მცხოვრებ ადამიანებს დარეგისტრირებაში ამ მიწების, რომ ეს მიწები ოფიციალურად მათი შეფასება, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს მერე შეფასება და უნდა მოხდეს გამოსყიდვა ამ მიწების. აი ესეთია ჩვენი მიდგომა. ბატონო კახი, რამდენად შორს წახვალთ თქვენ ვნახეთ თავად სოფლის მცხოვრებლების პოზიცია, ისინი კატეგორიულად ნებისმიერ შემთხვევაში უარს აცხადებენ ამ პროექტის განხორციელებაზე. თუ ისინი ამ აზრზე დარჩებიან, შეიძლება პროექტი შეჩერდეს საერთოდ. მოდი მე ჯერ თავ შევიკავებდი, რაიმე განცხადებები გავაკეთო ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ ასე რომ ვთქვათ, რაიმე კონკრეტული საუბრები არ გქონია, იყო რაღაც საუბრები და ძალიან დიდი ინტერესი გამოთქვა იქ მცხოვრებმა რამოდენიმე პიროვნებამ ჩვენ მიდგომებთან დაკავშირებით. აი, როდესაც ჩვენ მივალთ უკვე კონკრეტულ გეგმასთან თუ რა მიმართულებით, როგორ, რა უნდა შევთავაზოთ, ამის მერე უკვე შესაძლებელი იქნება გავაკეთოთ განცხადება თუ რა მიმართულებით და როგორ მივდივართ. და კიდევ ერთი კითხვა, ბატონ კახი, რას ფიქრობთ თქვენ ალტერნატიულ გზებზე, რაზეც ბატონი დავითიც საუბრობდა, თუნდაც მცირე ჰესები, თუნდაც არსებული ჰესების უფრო ეფექტურად გამოყენება? მცირე ჰესები ამ მიმართულებითაც ჩვენ მუშაობა არ შეგვიჩერებია, მეტიც მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დავიწყეთ ალტერნატიულ წყაროებზე მუშაობა, განახლებადი ენერგიით, მაგალითად ქარის სადგურების, რომელიც პროექტის განხორციელებას 20 მეგავატის მიმდევარი ჩვენ ვიწყებთ ალბათ რამოდენიმე თვეში. გორის რაიონში უკვე დამონტაჟებულია სპეციალური ანძა, რომელიც ზომავს უკვე ტექნიკურ ზუსტ მონაცემებს იმისთვის, რომ რა მიმართულებით დაიდგას ეს ქარის სადგურები. ჩვენი სახსრებით ვახორციელებთ ამ პროექტს, 20 მეგავატი იქნება როგორც საპილოტე, მაგრამ იქ ადგილზე შესაძლებელი იქნება დაახლოებით 300 მეგავატის სიმძლავრის ქარის სადგურების განხორციელება. ასევე მიმდინარეობს მუშაობა მზის სადგურების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ცოტა გრძელვადიანია, იმიტომ რომ რაც პირველადი დათვლებით ჩვენ მივიღეთ მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, ფასებს, რომელსაც ვიღებთ ელექტროენერგიაზე
ტარიფს, რომელიც მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს, საკმაოდ მაღალია და დღესდღეობით არსებული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენი მოსახლეობა ვერ შეძლებს მზის სადგურებიდან მიღებული ელექტროენერგიის ფასის გადახდას. ამიტომ ძირითადი მიმართულება არის ჰიდრორესურსების რაციონალურად გამოყენება და ქარის სადგურების ეს სახელმწიფო სტრატეგია ამ ეტაპზე. ახალი ეს არის ძირითადი მიმართულებები. დიდი მადლობა.